მე მინდა ორი ფაქტის შესახებ გესაუბროთ, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და რომელიც ნათლად აჩვენებს თუ რა მძიმე მმართველობის უღელი დაადგა ოლიგარქიამ ქართველ ხალხს და რა ხარკის გადახდა გვიწევს მათთვის. ფაქტი პირველი, გასულ წელს გამოუწერიათ 3.300.000 ჯარიმა. დაახლოებით იმდენი, რამდენი ადამიანიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ხოლო ამოღებულმა თანხამ უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია და შეადგინა 230 მილიონი. ამას ემატება თბილისის პარკინგის ჯარიმები და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს წაგლიჯეს 300 მილიონი ლარი. როდესაც მონღოლები ბატონობდნენ საქართველოში, სხვა გადასახადებთან ერთად დაწესებული ჰქონდათ სულიერი ხარკი. ყალანი, ესე ეძახდნენ ამ გადასახადს, რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ თითოეულ ოჯახს სულადობის მიხედვით უნდა მიერთმიათ ხარკი მონღოლებისათვის. სწორედ ამას წააგავს ეს ეგრეთ წოდებული ჯარიმები. მეორე ფაქტი, დღეს პარლამენტმა მიიღო კანონი და კვლავ დააბრუნა მაღალი თანამდებობის პირებისათვის დანამატებისა და პრემიების გაცემის წესი. მათ ისედაც მაღალი ხელფასები გააჩნიათ, 10,000 ლარს არ ჩამოუვარდება, ხოლო ამას დაემატება უკვე ახლად გაცემული პრემიები და დანამატები, რომელსაც სწორედ აი თქვენგან წაგლეჯილი ამ თანხიდან აიღებენ, ამ 300 მილიონს ისინი გადაინაწილებენ პრემიებისა და დანამატების სახით. რაღა მონღოლები და რაღა ქოცობა ერთნაირად დამანგრეველი, ძარცველური, დამხარკავი მმართველობაა ორივე და ორივე დაკავშირებული არის ქართველი ხალხის განადგურებასთან.